აბა მოგესალმებით მეგობრებო. აქვე ბარემ ვიტყვი, რომ ვიწყებთ პრადოს მომზადების მესამე ნაწილს. მეორე ნაწილი დაიდება ამ ვიდეოს ახლა როცა ვწერ. აქედან რამდენიმე დღეში მესამე ნაწილი დაიდება, როცა დასრულდება მომზადების მესამე ნაწილი მაშინ. მეორე ნაწილის დასრულებისას კი ნახეთ, რომ საბურავი და დისკები დავაყენეთ, შეჯიბრზე გამოვედით, ამ მომენტისთვის უკვე მეორე ადგილზე გავედით. შეჯიბრზე რაც საკმაოდ კარგი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე ბევრი მონაწილე ჩვენ კატეგორიაში მონაწილეობდა, მე პირადად კმაყოფილი ვარ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ეხლა მივდივარ, უნდა ავაძრო ეს სტიკერები, აი აქაც ხედავთ. მთელი მანქანა გადასტიკერებულია, მოკლედ ეს ზედმეტი ხარახურა სტიკერები უნდა ავყარო. ერთი სტიკერი უნდა დავტოვო მხოლოდ, რომელიც დავტოვე მაგას განახებთ. წავედი ახლა გარაჟში, ავაძრობ სტიკერებს, წინ ოდნავ პლასმასები ისევ ედება დაშუბლ საბურავზე. რაც ვერ გავთვალე წინა მომზადების ნაწილში იყო, რომ არ დამიშვია საბურავები და არ ვნახე დაშუბლზე ედებოდა თუ არა და დაშუბლზე ედება. ისე უნდა მივწიო ფენით წინა ეგრეთ წოდებული პატრილნიკები, თუ რა ვიცი რა ქვია, პლასმასები, რომელიც ამოფარებული არის ფრთაში და უნდა მოხსნა გვერდზე ფეხის სადებები, ანუ ეგრეთ წოდებული პაროგები, იმიტომ რომ ამ დღეებში არ ვიცი აი როდის შევთანხმდებით, უნდა ჩავიდე რუსთავში და დავაყენო უკვე ძალოვანი ფეხის დასადებები, ანუ ეგრეთ წოდებული პაროგები, ანუ როკ სლაიდერებზე გადავდივარ. აქამდე გამზადებული არ იყო და შესაბამისად მაგიტომაც ვერ დავაყენე. კაი, ესე იგი ახლა მივდივართ გარაჟში, ხსნით ხსნით ფეხის დასადებებს, ვადრობთ სტიკერებს, ვასწორებთ წინა მხარეს მოდების ამბავს და დღევანდელ ნაწილში ეგაა, მეტი ამ მანქანას ჯერჯერობით არაფრის გაკეთება არ უწევს. დანარჩენი რა გითხრათ, საბურავებმა ძალიან კარგად იარა. პირველი შთაბეჭდილებები რაც იყო, ძალიან კარგი იყო. არ ვიცი, რა ვთქვა კიდე. კარგად ვიასპარეზეთ, სხვა რა გითხრათ. კაი, წავედი ახლა, მივხედავ საკუთრებით. დავიწყეთ ახლა სტიკერების აძრობა. შემდეგ აი ამების მოხსნა და შემდეგ წინ პატრილნიკების გასწორება. წავედი საქმე. მოიხსნა სტიკერები, დარჩა მხოლოდ ერთი სტიკერი ამ ბოლის, რომ იცოდეს ეს საბურავი სად ვიყიდეთ. ვერ დაგავიწყდეთ არავის. ასევე მოიხსნა ეს საფეხურები, ფეხის სადებები და მომზადებით როკ სლაიდერების დასაყენებლად. ასევე აქ ნახე რაც ედებოდა, აი ეს ადგილი ედებოდა და ახლა ვერ ვიტყვი რომ აკურატულად ვიმოქმედე და კარგად მოვჭერი, მაგრამ თავის საქმეს გააკეთებს, აგერ ედებოდა ოდნავ და ეგაც ჩავჭერი, არანაირი გაცხელება არ დაგვჭირდა. იქით ამ ხედანაც იგივე გავაკეთე. მეტი ამეტარზე ამას არაფერი არ უნდა. ჩამოვედით რუსთავში, ახლა უნდა ავზომოთ ჩვენი დამზადებული როკ სლაიდერები, ან ფეხის სადებები რკინის, ავზომავთ, ნახავთ როგორ დგება მანქანაზე, მერე შევა სამღებროში, შეიღება თერმულად, დამუშავდება და დღის ბოლოს უკვე მივაყენებთ. რა თქმა უნდა, ყველა პროცესს განახებთ შეძლებისდაგორად რაც გამოვა. ასე გამოიყურება ჩვენი საფეხურები. ეხლა ხდება სამაგრების მიმაგრება. უშუალოდ რამაზე რომ მერე მიმაგრდეს ეს, მერე ეს დამუშავდება თერმულად და დამაგრდება საბოლოო ჯამში. ესე იგი მეგობრებო, ასევე არ მილაპარაკია აი ამ ფეხის სადებზე, ანუ ეგრეთ წოდებული როკ სლაიდერზე, რომელიც გავაკეთებინე რუსთავში ბიჭებთან და რომელიც ჩემი აზრით ძალიან კარგი გამოვიდა. ანუ ბოლოში სპეციალურად არის მოკლებული აი ეს ნაწილი. არ მივიყვანეთ ბოლომდე, იმიტომ არ მინდოდა კარნიზის მოჭრა, ძალიან კარგად მუშაობს, ანუ ფეხის ზომა არის, ანუ ყველა ვარიანტში დებ ფეხს და ისე ადიხარ, მანქანასაც ისავს დაზიანებისგან, რამდენიმე გასვლაზე უკვე გატესტილია და შედეგებით მე მაგალითად ძალიან კმაყოფილი ვარ. მეტი ამ მანქანას მაგ მხრივ არაფერი არ ჭირდება. მოკლედ მეგობრებო, სანამ სხვადასხვა ნაწილები გამზადება პრადოსთვის, მანამდე უნდა გავაკეთოთ ერთი მარტივი მოდიფიკაცია. კერძოდ ახლა მივდივარ ელიაოს ბაზრობაზე და იქ უნდა ვიყიდო ხმის და ვიბრო იზოლაცია, რომელსაც დავუყენოთ მანქანას კარებებში და წესით საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა. ნიკას ქონა გაკეთებული თავის ეტრანერზე და ძალიან კმაყოფილი იყო და მით უმეტეს დიზელზე, რომელსაც ეს ცოტა დრაჟენიები აქვს და მსგავსი ტიპის რაღაცები აწუხებს და ხმაც უფრო მეტად შემოდის, იმიტომ რომ დიზელის ძრავი შედარებით უფრო ხმაურიანი ვიდრე ბენზინის. შესაბამისად მე მგონი რომ კარგი შედეგი უნდა გამოიღოს. ეხლა მივდივარ, იქ ვიყიდი, მერე გეტყვით ყველაფერს როგორ ვიყიდეთ, რა ვიყიდეთ და რა თქმა უნდა გადავიღებთ მანქანაზე გაკვრასაც. წავედი, აბა რომ მივალ იქ ადგილზე, მე დანარჩენს გავაგრძელებ იქით. ესე იგი მოიხსნა კარის პანელი და ეხლა ამის შიგნით უნდა გავაკეთოთ იზოლაციები. არ ვიცი რა გააკეთა, რა გავაკეთეო, რაღაც ვიდეო, რა გააკეთე. ეხლა მე რა გავაკეთეო და რა გააკეთე.
რას გავაკეთებ? ეს უნდა მოხსნათ. კი. მესტისგან დასწრელია, ისე აძრობს, რომ მე ვარ თქვენ ვეღარ მიაკრობ. გავქნა იხევა და. ბიჭო, მაგი ფენი უნდა თქო მაგას ვიდა. თითფოზე ეგრევე ამოდის. ამ მესტისგან დაცვა აღარ მინდა, ოკეი. რატო ეს უკან ხომ მისაკრავია? ხოდა მიაკრობა? ესე იგი, ეხავ წმინდავთ შიგნეულობას, მე კიდე კარგად გადავამშალებთ, გავწმინდავთ და მე გადავალ თუ გაკურაზე ალბათ. გაცრიმოვნება გავუკეთებ და ეს პარკი კონდენსატი რა ვთქვი? კონდენსატის არისო, არა? კონდენსატის კონდენსატი იდეაში თეორიულად ეგრეა და არის რადგან მუშაობს. ვესტისგან კი არა. ხო, კონდენსატი. ოკეი. ესე იგი მიდის პროცესი. აბა. ოხ, სხვა გახდა. ხო? სხვა გახდა. აი მე არა, კაცო ეს ტისა დასამუშავებელი. ხო, მე წინა კარებზე კარგად განახერხ საერთოდ 0-ის და 7. ესე იგი, ახლა მიდის, ეს არის აი აქეთ ზევით რაც არის ვიბროიზოლაცია და ეს არის უკვე უშუალოდ ხმის იზოლაცია, აი ეს ზევიდან რაც ეკვრება. უბრალოდ ორივე იდეაში ერთ და იგივე საკეთებს, მაგრამ უფრო ჯამში ორივე საერთოდ ეს როგორ აკეთებს ერთი ვიბრაციას საჭიროს მეორე ხმას. ხუია ხმის ვიბროიზოლაცია და ხო და სხვათა შორის სადაც ვყიდულობდი იქ სხვანაირად მითხრეს, მაგრამ მაგას ამშოლობა. ერთ და იგივე საკეთებს ორივე. ერთ და იგივე ამ სხვადასხვა მასალაა. ხო, მომიციგნებული. ხო, ну მოკლედ. ეხლა ზევიდან მიდის ხმის იზოლაცია და მაგასაც ავაკრავთ და მე საბოლოო შედეგს განახ. წინასწარი შედეგები ვაჩვენოთ ხალხსა. აქ არაფერი არაა. ამას კიდე ის აქ მისაღებელზე დაბივკა. აი, დავაი, მოვიტანო ახლა დინამიკი და ავაწყოთ, ხო? ეს არის ქარხნული დინამიკი პრადოსი აუდიო სისტემის. აი 2 გრამია ალბათ. ანუ ეგ უფრო ძიმია თუ ეს? ეს. ამოდაიჭირე. ეს უფრო ძიმია. მაგნიტს რა პლასმასის კი რაღაცა უსუნოთესია. აბა მიდი აკო ტესტი. ეხლა იქით. წამოიქით გონახე. პიჭებს. აბა მიდი. აჰა. სუსხვა რა. მამაქანა გახდა ესე. მეგობრებო, თქვენც რო იცოდეთ ვინმეს თუ გაინტერესებთ და რა ვიცი, რა შეიძლება გაინტერესებთ, არ ვიცი, მაგრამ მაინც ინფორმაციის სახით, ეს არის ამერიკული ფორანერიდან მოხსნილი წინა დინამიკი. ეს არის პრადოდან მოხსნილი, აბსოლუტურად იდენტურია, კოდები ყველაფერი აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ეს არის ამ ჩვეულებრივი ვერსიის, არა JBL-ი ან რაღაცა ნაორჩენი, ჩვეულებრივი დინამიკები ორივეს აქვს აბსოლუტურად ერთნაირი. შეგიძლიათ მოხსნათ გადააყენოთ ჭტეკერი კოდი, აბსოლუტურად ყველაფერი იგივეა. ესეთი მდგომარეობა. ამოვიდეთ აქ სიდენიები. დაართული მოსახსნელი არაა, მაგრამ არც ძალიან ნადირი მოსახსნელია. ვეწვალეთ, აგერ არის განლაგებული. ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ, რა ვიცი, მილიონი ვოლტით და 1000 დებილობითაა დამაგრებული. მოკლედ რომ ვთქვათ. უნდა დავახმისიზოლოთ ის ადგილი, ეს ადგილი და ამაზე თუ დაგვრჩა, მე უკვე აღარ ვიცი, ამაზე დაგვრჩება თუ არა. კაი, ისაა, რომ ამას კარგი ბლომად ხმის იზოლაციები აქვს. და იქ შიგნით, აი ეს 2 ძალია ხმის იზოლაცია. 2 გურგლი. ნახე მაგარი იზოლაცია. всё, კაი, წავიდა. მოვიდა ბატონ ნიკუნას და ნიკუნას იგივე საკითხთან დაკავშირებით მუშაობს და ეხლა მინდა განახოთ სხვაობა პრადოს კარებსა და ამას კარს შორის. ანუ ამაზე არის გამოყენებული ძალიან ბევრი მასალა ხმის იზოლაციის. კერძოდ აი ეს. ჩემსაც ეგაც არ ქონდა. ამას ეგ ეგროა უკვე. არა, იგივე არ არის რა. აი ეგ არ ქონდა რა. დინამიკი იგივეა, მაგრამ ეგ არ ქონდა. არც ერთ კარზე თან. ბიჭო, ის განლაგება რაღაც იმას სხვანაირი ქონდა. ეს ერთი დიდი ის არ ქონდა. ხო, სხვა იმას ბევრი ღრეჭო ქონდა პატარა. 3 ღრეჭო ქონდა პატარა. მოხსნა მომიწია. ხო, რო იქ დინამიკთან შევსრულე. დინამიკის მოხსნას აზრი არ აქვს. ეს ვერ მოხსნას. ხო, მოკლედ ნიკუნას აკეთებს ეს დეციბალები. იქ უკან ავაკარით, რომ უკან წამოეყო ხმა. სალონის მიმართულებით უთხრეთ აქეთ. კაი, წავედით, ახლა ჩვენ გავაგზავნებთ იქით ამ მხარეს საქმეს, ნიკუნა აქ გააგზავნებს საქმეს. ой, მარგეს ესე იგი, ვაკრავთ უკან ამ მხარეს. ძალიან აქ უფრო
დეტალურად არ ვაკლებთ ვიდეო კარებებზე, იმიტომ რომ ხარ ძალიან ბევრი არ გვჭირდება, რაც მოხდება მე აქ ძირზე დავაკრავთ და იქით მხარეს გვაქვს კიდე გასაკრავი. ვიბროიზოლაციაზე ფართის 20% ხო, იდეაში საკმარისი. კარებებზე სულ შევავსეთ და ნუ აქ ხარ რაღაცას აუდიო ფობილის მიზნებისთვის თუ დაძდათ, ეგ ცოტა სხვა ფილოსოფია, ალბათ არ ვიცი მაგრამ. ჩვენი მიზნებისთვის კარებებზე ისედაც უკვე კაი შედეგი გვაქვს, შესაბამისად მეც სავალთვალო. კაი, დავალთე ხო? გრძელებთ. მოკლედ მეგობრებო, აი ესე გამოვიდა, ახლა დაბლა აღარ დაგუშვა და როგორც არის ახლა მაგას დიდი მნიშვნელობა არ ქონდა, დაბლა ისაც აგვაპირებდი გაკეთებას. ძირითადი ნაწილი ეს და ეს ორივე მხარე დაიფარა და 4-ვე კარი სრულად დაიფარა. მე ხა დავიწყეთ აწყობა. ნელა-ნელა შემოვიტანთ ყველაფერს და ეგაა რა. მე გავვლით და გავსინჯავთ, არა აკო. მარა. всё, წავედით. ესე იგი მეგობრებო, ვიდეო აღარ გადავიღე, მაგრამ ვიყავი ბიჭებთან რუსთავში. დამცავი ჯერ არ გაკეთებულა, რაღაცა ვერ მოვარგეთ მოკლედ ამ მანქანას, თუმცა გაკეთდა ესეთი ძალიან კარგი სახურავი, რომელიც გამოვიდა ძალიან ლამაზი. საკმაოდ ესეთია მყარი, ასე ვიტყოდი, საერთოდ არ აქვს დრეკადობა, რაც წინა სახურავს ქონდა, რაც პრობლემა ქონდა. აი ეს დაგათვალიერებინებთ ახლა. ძალიან სიგრძეზე და ლამაზად დაჯდა ყველაფერი. წინ რა თქმა უნდა დაგეგმილი არის ლედების დაყენება, უბრალოდ კაბელებს ველოდები რომ ჩამოვიდეს და გვერდებში და უკანა მხარეს კიდე ლედების გამოწერას ვაპირებ, რომ ბარემ ყველა მხარეს განათება მქონდეს. საბოლოო ჯამში როგორი გამოვა, მე მაგ ყველაფერს განახებთ რომ მოურჩები და მივაყენებ მაგ ყველაფერს მაგის შემდეგ. აბოდროებთ. გვაგრძელებთ პრადოს მომზადების მესამე ნაწილია, მე მგონი აღარ მახსოვს უკვე. აკო აქ ამზადებს რაღაცებს, როგორც უკვე გითხარით, საბარგული დავაყენეთ, ახლა გვინდა რომ საბარგულზე დავაყენოთ LED განათებები, იგივე რაც მეყენა წინა რანერზე. აი, 6 წალი გვაქვს. ჯამში ჩამოვიყვანე გაყვანილობა, ბუნიკები რაღაცები აქა. ეხლა რა უნდა ვქრათ, უნდა მოხსნათ ეს, რაზეც წინასწარ გამზადებული არის რუსთავში ბიჭებმა გაგვიმზადეს LED-ის სამაგრები, ზომები დასრულია, ყველაფერი გაშუალოვებულია, მაგას თავს მოხსნით. ჩამოვიტანთ, ავაწყობთ ზედ თავის კაბელიანად 6 ველეთს, ავიტანთ და მერე გავჭიმავთ კაბელს. და პრინციპში ეგ იქნება. მერე დავაყენებთ, დავაბრუნებთ უკან მაგ ყველაფერს. ესეთი ოდნავ პატარა ხო რა გაქვს? როგორი? ესეც. ამაზე რა დაჯდეს. არ ვიცი, უნდა ნახო. ანუ ხელთან უნდა დავუშვა, უნდა გადავიყვანო. უნდა გინდა თორე ჟიჟითი უნდა დაუშვო. დდდდთიო. და დაუშვას რა. აი, ესე იგი, ხსნით ახლა ყუთს, სადაც დევს ორი LED განათება. აკოსტანეთ ხომ რა თქმა. შენ ხომ ხოდა მე რო გავხსნი ხომ ხვდები არა. მე მინდა რომ ჩამეერთე. აი, ჩუმეში ასვლა. ჩამეერთე. ესე იგი, ეს არის ერთი, აი, ნახეთ, ეს არის გადახვეტილი ადგილები სპეციალურად, სადაც უნდა დაყენდეს პირდაპირ ეგ LED განათებები. შეგით არის ყველაფერი? შეგით უნდა იყოს სამაგრი, თავისი ბოლტიკებით, შმოლტიკებით. ბოლტიკები არის. სამაგრი არის. LED-იც არის. სხვა რა გინდათ კიდე? მეტი ვერ მოგართვით ვერაფერი. სხვა შორის ნორმალურად ანათებს მინდა გითხრათ. კაი. ესე ალბათ ხო? ნახე ორი სამაგრი რატო აქ ხო? ხო, ერთი და ის. და ქვედა კუთხეს არის გული. დიახ. წევენ უკვე გავყენებდი, მაგრამ არა უშავს. მე მგონი ჩვენ ჯერ ეს უნდა დავამაგროთ აქ. ეგენი დავამაგროთ ყველა მანდ-მაშინ და მერე ჩავსვათ ლედები. ხო. ოკეი. და წინგან სარეგულირებო საშუალება აქვს. აქ ხომ მოგიტანო ეჭეჟეჟ ძალიან გინდოდა წერილი. არ გინდა მიდი შორები. აი ესე გამოვუყვებით ახლა ნელა აქ დავაყენებ. ესე გამოიყურება სამაგრები გავაკეთეთ. ახლა მივაყენებთ უკვე ლედებს და მერე დავიწყებთ გაყვანილობაზე მუშაობას. კაი, რა დავაყენებთ, მერე განახეთ. კაი, ესე იგი 6 ველედი მიყენებულია. მერე განახებთ როგორი გამოვიდა. ახლა აქედან ესე არის. ახლა ელექტროსამუშაოები დაგვჭა უმეტესწილად. გადაბმა, მერე ცენტრალური კაბელის გაყვანა და ასე შემდეგ. და თავით რელებით გამოწერილი კაბელი. ნახოთ, იმედია გვაყოფა და გამოგვარგება. მოდი ნახოთ აბა რა კაბელები გამოიწვია. მოდი.
ხოსნა. მიდი. იქ მხარეს უნდა ჩახსნი. აინო. ნუ. ბიჭია. ეს ჩამთველი. ეგ ჩამთველი უნდა მოხსნათ ჯერ, ეგ ჩამთველი. აი, გემბრიკები. ეგ ჩამთველი არის გათვალისწინებული უკანა და გვერდ განათებებისთვის. მეორე ჩამთველიც გამოწერილი და ამას შევინახავ იმისთვის. გავიხდი. ანუ ეხა ამ კაბელში იდეაში არის ესეთი რაღაცა. არის პლუსზე და მინუსზე მიმავალი კაბელი და არის ღილაკზე შემავალი სალონში კაბელი. ეგ ორი არის გაერთიანებული. და გვაქვს რელე. მარტივესი სქემა. მარტივესი სქემა. მოიცადე შენ ეს სრული სეტი გაქვს? მე იდეაში ორი რელე გაქვს? ორი რელე მაქვს. მაგრამ ანუ ჩვენ შეგვიძლია ხლა წინა ესენი ერთად დავსვო და დაგვრჩება და დაგვრჩება კიდე უკანა ორი. ხო. ან გაგვიმარტივა საქმე და ეს არის სალონში კი არა და აკუმულატორთან თავისი რელეებით. მოკლედ ეს შევიდა სალონში. ეს წავიდა სალონში. ეს წამოვიდა სალონში, წამოდი ბიჭო. აი ეს რა ხდება? ეგ არის სპოტლაიტების როგორც ჩანს და ის მეორე არის დიდი განათების. სავარაუდოდ რა, ხო ორად იყოფა, თითო რელეზე უნდა მიდიოდა თითო კაბელი. ანუ დამცველი და რო წამოვიდა პირველი რელე არის ბარის. პირველი რელე იქნება დიდი ბარის და მეორე შედარებით უფრო მომცრო კაბელია. პირველი რელე მოდის. ეგრე. ახლა ეს უფრო დიდი კაბელია, აკო. არა, ჰა? ეს უფრო დიდი კაბელია. კაბელი ყოლა ერთია. არა, ეს აი, აქეთა რაც მოდის, ეს არის იმისი. ეს არის სპოტლაიტების. არა. კი. აი, ნახე. პრინციპში არა. პირველ რელეზე რაც ჩამთველია, არის ლაიტბარი. ხო და პირველი რელისა, ნახე, უფრო სქელი კაბელია და. აი, ჩამთველი არ არის კაცო. ხო მერე? რომ მოდის. პრინციპში ეგრე ვერ გაიგებ. ბიჭო, ეგრე გაიგებ ზუსტად რა გინდა? აი ეს სადაცაა, ეს სადაცაა. ხო. პრედახრანწელიანი კაბელი არის იმისია. რა ქვია, დიდი LED ბარის. ნახე სქელი კაბელი არის. არა, ბიჭო. როგორ არა? ეს დამცველი მუშაობს ორივეზე, არა? ეს დამცველი მუშაობს ორივეზე. და ერთიანდება ამაში. ეს არის ეს არის LED ბარი და ეს არის სპოტლაიტები. აი, ამას დაждდება პლუს. ამას პლუს მინუსზე დავსვამთ. ამას ეხლა ჩვენ ესე ამას სალონში შემსვა. არა, ამას LED-ზე და ეს უნდა დავსვათ ამ LED-ზე, კი ბატონო. დიახ. კაი, ეხლა ჩვენ მეორე საკითხი გვაქვს, ორი წვერია ამის. ხო და ამას სამი რო აქვს, რაღაცა ზედმეტია აშკარად. Daylight ხო რა? არ ვიცი. როგორც ჩვენ არ გვიხსნება. არც გჭირდება. არც გვაქვს. არც გვაქვს და თავარია როგორ გავიგოთ ახლა როგორ ჩავრთოთ. აკუმულატორი მაქვს, შემიძლია მოვიტანო პლუს მინუსი, რომ გავიგოთ რომელი ანთებს. ის არ მოყვა ინსტრუქცია. არა, ნახუინა და ინსტრუქცია для слабых. მაქვს აკუმულატორი მოვიტან დავადოცე. ხო არ დაიწובה კაც. ნუ მინუსი შავი იქნება. ხო და შეიძლება სხვადასხვა ფერში ხო არ ანათებს. გავტესტოთ. მოვიტანო? სხვადასხვა ფერში კი არა ეს LED. ამას აქვს ისა ორი რეჟიმი. სავარაუდოდ, აი სპოტლაიტი და ისა შორი წერტილოვანი ნათება და ეს გაშლილი. მაშინ ერთმანეთზე გადავაერთოთ, გავაკაროთ კოთში. მოიც მოვიტან ერთსა, აი იქ არის აკუმულატორის გამზე თუ ხედავ. მოვიტანო ხო თქვა. ბიჭო, თუ მაღებინებ, ეხა ძმაო, თან სამაგიეროდ ნახე აკო იმას გადაგიღებ, რა ქვია. სინემატიკ კადრებს. ჰერკულეს აკო თავის შუალ ფორმაში. მომქონდა, მაგრამ გაქვს ხარ ამის ადენი ისე. აგერ არ არის ბიჭო სადენი. რა, ამას პლუს მინუს დავადებთ და მეორეს დავადებთ. აბა მე სადენი არ მოკლე. გავსინჯოთ? სადენების მეტი რომ აქვს იმით მიყლი. გავსინჯოთ ხო? და. მინუსი რომელია აქვს? ხჩენა ეს პლუსი აქეთაა. ესე ისა მინუს პლუსი აქეთაა, მინუსი იქითაა. ხო. აი როგორ ვეღარ ვიღებ პროსტა. ესე იგი დავადგინეთ ის რა აქვს ორი ნათება, ერთი არის daylight-ი, უბრალოდ ყვითლად რაღაცა რო ითესლაოთ, ეგრეთ წოდებულად და მეორე ჩვეულებრივი. ანუ ისე ჩარტ რომ არავის თვალებში უბრალოდ დაინახავენ განათებული ხარ. ესე ეგეც კაია, იმის შემოძრაო. ისრისთვის და
გავიგე, მაგრამ თვალები შეაჭიტავ. ეს და როგორ შეგამჩნია. შევაჭიტავ. და მე რომ დავინახავ ხოლმე გამოვთხოვ ხოლმე, არა უშვებს. კაი, რომელი იყო დიდი ნათება, წითელი? შავი მინუსი და ეს წითელი. კაი, ეგ გვინდა ეხლა ჩვენ რომ მაგერებზე დავაერთოთ ეგ კაბელი. წავიდა. მოკლედ, შეგვექნა ტექნიკური პრობლემები. ჯერ აღმოჩნდა რომ კალა არ გქონდა. მე რომ აღმოჩნდა რომ ორი პაიელნიკი გქონდა, კალა გქონდა, მაგრამ არც ერთი პაიელნიკი არ მუშაობდა. ეხლა მოვიტანეთ პაიელნიკი და ესაც ვარახლით ჩუჩუთ, მაგრამ იმედი გვაქვს მაინც რომ დადებითად წავა ეს ყველაფერი საქმე. რაღაცას მაინც შვება, აი რავი, არ ვიცი. ბოლოს უშვებდა წერან, ეხლა მაგას აღარ უშვებს. ნახე, მაგრამ მუშაობს. რას რა მოლოდინი გაქვს, რა უნდა ქნას? უნდა აღაშიხშიხოს? გადანებს. წერან დავინახეთ, რა დინებოდა, შეჭამა ის დამდა. თავისთან მიეთვისა. ნახე. ეს გავწევ. მოკლედ, ბევრი წვალების მერე გადავწყვიტეთ, რომ წავსვიყავით ძველი მეთოდით. და მე ვიპოვეთ სხვა კალა და აღვიჩნდა რომ მუშაობს. ანუ მოკლედ მაინც უკალავთ ესეთ. აი, ეხლა ესე ნელ-ნელა გამოვუყვებით აქეთ და მოვალთ აქამდე პლუსზეც და მინუსზეც. ნუ ყველა შავი სამუშაო ალბათ ესაა და მე განჩენი ვერი ხინით უნდა წავიდეს ესეთი. Ну это не точно. ესე იგი, ვაკემბრიკებთ ყველა დაპაიკებულ ადგილს და თან ვაპაიკებთ ყველა გადაბმულ ადგილს. მოვყვებით ესე რიგრიგობით, ეხლა ნელ-ნელა სპეცდება აკო. ჯერ პლუს ვაკეთებთ, მერე მინუს გამოვუყვანთ და ეგაა. მერე ზამეკანიას მივცემთ. და ვნახოთ, აქვე გვაქვს აკუმულატორი და შევამოწმებთ, სანამ იქ გავწევთ ძმაო. ზევით, სანამ ზევით გავწევთ აკუმულატორი აქვე და გადავამოწმებთ. როგორია მუშა პროცესი. დაიჭირეს. ესე იგი, ყველა კაბელი მინუსით და პლუსით გადაბმულია და გამოყვანილია ბოლოში. პლუსი, მინუსი ცოტა ნაკლები გვაქვს, მაგრამ არა უშავს. იქ მეორე მხარის კაბელი ბევრი გვაქვს. ეხლა ნელა-ნელა შევაპაჩინკებთ ასანთით კემბრიკებს. დავაგერმეტიკებთ და ეგაა, იქ არ ვიცი რაღაცას კიდე ჭირავს მაინც აკო. ის არაკევა და უნდა შევტიო. ტევს. პირველი გვაქვს, პირველი ცდაზე გავაკეთეთ. პატარა კემბრიკი და მაგის შედევა უნდა აქვს. რაღაცას ვიზობთ. აი, ასეთი სიტუაცია, როცა ორი არამწეველი ადამიანი შეიკრიბება ერთად. არ გვაქვს ზაჟიკალკა თუ ცეცხლამთები. გვაქვს მხოლოდ ასანთი, ვიპოვეთ გარაჟში. ხო და ასანთით თან ვიბოლებით. ხო. მური გვაქვს. თავარია საქმეს აკეთებს ასანთი და ხო. აკომ ბარემ ფულ სერვისი იყოსო და ქარხნული იმაში სწავს კაბელებს. ჩავშვი. ლამაზად და იქნება ეს თავისთვის ლამაზად. უნდა მე ამას დავუხვრებ. ამას ვიძავრო. ესე რომ გააყოლებინეს სამხოიც. ეგრე ახლა ვშევთ, მე რომ გადაბმები გვაქვს სამია. გააყოლებინა ეგრევე ჭირდება ხოლმე, როგორც ჩვენ ტურბოკრავთ ხოლმე ეგრე დაუქნევ და მიდის, არ ვიცი. ორ შემთხვევაში კარგად გამოვა, შეფუთული იქნება ლამაზად. კაი, დავთ ხა მივხედავთ საქმესა. აი ასე ლამაზად. ეს დავახვიოთ. დავახვიოთ. ეს გადავჭა. ნუ ზედმეტი ჭუჭი, წვიმა, წყალი და ასე შემდეგ არ შევიდეს. ლამაზად იყოს მათ შორის თან. იმედი აკვეთიო სინემატიკად შემოგთავაზეთ ხო? აი, საბოლოო შედეგს ახლა უყურებთ. ერთგან დარჩა გადაბმა, ძალიან ლაკონურად გამოიყურება, მინდა რეკომენდაცია გავუტიო ჩვენ ტექნიკურ დირექტორს, იდეალურად შეასრულა სამუშაო. ყველაფერი ხუთიანზე, აკო რა ისწრე? შეიძლება. ესე იგი, ამ კაბელს მოყვა თავისი კონექტორები, რომელიც დადგება ახლა დედამამალი დაწყებულია, ეს არ დავაყენოთ. მინუსზე, პლუსზე პირდაპირ ჩაერთდება და ამ კაბელებს ნახეთ ეს არის სპოტლაიტის, ანუ გვერდთან განათებებისაც არის და ლაიტბარი, ზე დაწერია. ეს ლაიტბარი უფრო მსხვილია.
და გვერდითაგანათები უფრო წვრილია. უბრალოდ ერთი ისაა, რომ ჩვენ ზოგადად იქ უფრო წვრილი კაბელი გაყვავს ვიდრე აქა, მაგრამ მე მგონი იმუშავებს, არ იქნება პრობლემა. რა თქვი გოგო? იმუშავებს, ხო? კიო. მაგრამ როგორ უნდა შევსვათ მანდ? დავჭეჭყოთ. აჰა. პირველი მინუსი წამოვაცვა და ვიქამ ხელა კაბელის დისკი. ჩვენი ვინა ესეცია ვაწყეთ. ესაც წავიდა. რა. ყელტუჩა, აი. ახლა ეს უნდა დავჭეჭყო ვიძახის კაცი. ნაირად. ახლა სამხელს ცუდად რა. განა. ხო, ახლა აქ გვაქვს გადამოწვევის საშუალება. უახლოეს წუთებში იხილავთ. სიმაღლეს დავაყენოთ. ალბათ ჯობია, ხო? სანამ დაბლა დაგიგდია. სანამ დაბლა დაგიგდია თქო, ეგრევე ვეცი გიჟი. აი ნახე როგორ გეტდება. იას. ანუ ესენი რო იცოდეთ, მოყვა კაბელის კიტს, თავისი ღილაკიანად არის, ორი რელეთია და დამცველით და აკუმულატორის დასაერთებელი პლუს მინუსით. ფარებზე რაც გამოვიყენეთ ეს კაბელები, ეგ მე მქონდა ძველი ფარებიდან მორჩენილი, ლექსუს ფარებიდან და იქიდან ავიდა და არ ვიცი, იმედია რომ ნორმალურია. მოიცა ესე კი არა. ეს კროპტო ესე. ნუ მოკლედ ბოლომდე თავიც უნდა შეაყოფინოს შიგნით და ყველაფერი რა. მარტო ის რომ მაულიცე ვალეუცა. აჰა. ეხლა მაგას შევართებთ კაბელს და ვნახოთ მე რა სწავს. მოკლედ ასე გადავაბით ლამაზად. ეხლა ჩავსვათ შიგნით და გავტესტავთ ეხლა რა სიზავს განათება ჩაირთვება თუ არ ჩაირთვება. ხო, კაი, ჯერ გავსიჯო. აი. ესე იგი მე ვარ ჩამრთველი გამომთველი ადამიანი, აქ არის პლუს მინუსი ნაბიჯი. როგორ შეხედე პლუს მინუს ხო სწორად? ეს მინუსია. ხო. აიც ეს რა მაქვს. მომიდი. ეს მინუსი. შეხედეთ ხალხო. ეგა მეორეზე არაფერი. კაი, ეგა. ჩართება ისე. ჩვენიერ? რა გინდა? უკანაწილი ჩანსადრა. უკანაწილი ასეთ. აკო მოიგონა ტექნოლოგია და ამ კაბელს მალავთ აი აქ თავისივე სამაგრი რკინა როგორ მოჩვენებს აი აქ ამის უკან ხამუთებით ესე გავაძურენ და აი ხა ჩანს როგორ ვამაგრებთ ლამაზად ესე მომისად არაფერში არ მოგვედება და არ მოგვეხლართება აი ხა ეს გადაღებას ხაზრი არა აქვს გავაგრძელებთ მუშაობას აკო მომივა და მივყავ. მანქანა დაზიანო თორე აღარ შემოგუშებოდი. ასე მიგოქ ეს კაბელი მე მაქვს მომული. თორე ვეღარ ახსნით. და ეხლა უნდა მივიდეთ აქ. მოიცა, შენ ხო არ გინდა ეხლა როგორ მოგეხმარო? ამას დავდებ ეხლა აქ. მოიცა. და გაუგზიანო. ეხლა იქეთ წავიდა ისინი. ის პუნქტები შეგნით შევიტანეთ. აქ არის? აქ არის. კაი, ეხლა ამას ცოტა ხანი აქ დავდება კაბელს აქ. ფენი მოვა. და ეხლა უნდა მოვარგოთ. აი, ჯერ ესე გამოიყურა, მაგრამ უახლოეს რამდენიმე წამში გადმოვა აქეთ და მოვარგეთ. კაი. შენ იქით წახვალ? ხო. კაი. ასე გამოვიყურებით, ეხლა შევაყენეთ უსებ. აკო უჭერს იქით ამ ხარეს, მეც ეხლა აქეთ ამ ხარეს შევიყვან, ეს კაბელი ესე უნდა ამას ჩავაყოლოთ, მერე ესე რაღაცნაირად ეს ამოვიღოთ. შეგინით ჩავდოთ რაღაცნაირად, რომ ლამაზად ჩავიდეს და მერე გადავალთ უკვე სალონის სამუშაოებზე. ჯერჯერობით ასე გამოიყურება. მოიცა ბიჭო, მომე ახლა ცოტა აქეთაც გადავუჭირო. ცოტა. დაპაუზებული მქონია ვიდეო. რა მომენტში დავაპაუზე, ხალხო არ მახსოვს, იმიტომ რომ თან მუშაობ. ამაზე შეგიძლია ის შენ რო იცახთი. ის რეზინა დაუგო კი. აგერ მინდებს გარაში, მაგრამ შენ გინახავ. რას? იმ რეზინას. არა მე ჯერ დამჭირდება აქ და. ჯერ დაგჭირდება, ხო? კაი. შენ რა მანქანა იყიდე, ჯერ ხალხო ისევ არ იცის. აქ არ ვიტყვი ხა იქ გათამაშება გვაქვს, აქ ყოჩავა სპოილერი. თუ გამოიცნობთ,
სკამია საჩუქრდება კლდეკარის მეორე ნაწილ ვიდეოში. ასე გამოიყურება, აი. ჯერ ახლა გასასწორებელია, მაგრამ მაგებს გავასწორებთ ახლა სიმაღლეზე, მე პარკებს ავუძლებთ საბოლოო ვარიანტს, მე განახებთ. მოვიდა აკო გამსწორებელი. აკო მეკლიუჩი. წავედი მეც. აბა აკო, საბოლოო შტრიხები. ავეს გავასწორო. აჰა. ეხლა ის შენ მოაძრო. აჰა, მოიცა. თან მოვალ. თან მოვალ. ვაიდოინე. აი, ეხლა დაგვჭა ელექტროობა, უნდა დავუსვათ აკუმულატორზე, შემოვიყვანოთ ღილაკი შიგნით, ჩავსვათ იქ და იდეაში ეგა. აკოს კი უნდა ლაკონურად, მეტი ლაკონურად ამეტავზე არ გამოდის. ეხლა ჩვენ გვინდა რომ ეგ შევიყვანოთ შიგნით, მანდაა შესაყვანი ის, მაგრამ აი მაგ თავიანად რამდენად შევიყვანთ არის. ეს კაბელების ხოლმე იქ გადავულა. კი, სხვა გზა არა. და თან დასაგრძელებელი შეიძლება მოგვიწიოს. მოგვიწიოს შეიძლება დიდი ალბათობით. აი ქნა უნდა შევაძრო. მანდ რომ ხო და ის კანატკა კაბელი მაგიტო კითხე მეწერა, კანატკა კაბელი არის ხო და კიო. მოიცა შიგნით შევიხედო სად გამოდის ეგ. რამდენად ამოვაბოთ და შევაძრო. ესე გადავედით სალონში დენის შემოყვანის ეტაპზე. იქ დაბლა რელეები რო დავალა და დაბლა თუ კაპოტნიან ცექში რელეები რო დავამაგრეთ ნახეთ. ეხა შემოვიყვანთ მაგას და მე ისეთი პირი უჩანს რომ აქ დამაყენებინებს აგო კნოპკას, იმიტომ რატო? აუ იქ სალონის ამოშლა გაატარე, იქ სალონის ამოშლა გაატარე გამო. დაიწყე. მე ჯერ ველოდები კაბელს თუ სამ კაბელი არ მოვ ვერ დავშლი. დროებით აქ შეგვიძლია დავაყენოთ და მე მაინც გადასაყენებელი მექნება და მე გადავაყენებ. ბევრ არ ვიწავ ვიზუალურად. ჩვენ რა გვინდა? ეხა ესე იგი შევადრინეთ შიგნით უკვე. ეხა გვინდა რომ აქაურობა დავაორგანიზოთ. მივალაგოთ, მოვალაგოთ, დავამბათ ლამაზად. ეგ ტურბინას ჩავაბოთ, რამე რაღაც გამოვაბოთ, გადავაბოთ. ეხომ. ეხა აკوارი დაორგანიზებაზე. პატარა მოიტანე ხა ის. ხამუთები? თუ რა? ხო. ლეიკო აქ ხამუთებს მოიტანე ხო? ესე იგი, მიდის ახლა. დამაგრებით და გამაგრებით სამუშაოები. ეს დავამაგრებთ ახლა ყველაფერს ლამაზად და მე საბოლოო შედეგს განახებთ. აი, გავაგრძელეთ საქმე წინ. გვინდა ღილაკის აი აქ დაყენება, ბლენკ ღილაკია. თავიდან სხვა გამგეგმავდი, მაგრამ ახლა გადავგეგმეთ. მაგას მე განვახორციელებ, თუ მოიტანა თორევა მეგდრო. მანამდე აქ დავაყენებთ, ეხლა დავაბავთ კნოპკის კაბელებს, ცოტა ის თარგილასა. მოიტა. მიეც კაცსა. ეგ შიგნით როგორ ჩავდოთ? დავაგდებ დაბლა. ხო. ეხლა მეორეს დააჭერთ და მეორე ხედან აინტერო. პატარა მომენტი, პატარა რომ აქ დავაგდო რა. ტემუა, ნახდი ტემუა? ქართულს აპახავა. მინდა ჩამავაფრენინა. აუ რა, ლამპიონია ბიჭო. შუქი მომენტი. ეს სამალიოტია. ბიჭო, აქ ტრიალდება თავები, დააყენებ ეს და ამოუტრიალეთ. ამა სად გამიმოყვა წავიდე. იეცი, ეხს მიეც კაი განათება. შეაგდო ლაწანით. აი ესე გამოვიდა. ეს 4 გადაობა და მე საერთოდ ერთი მთლიანი წამოვაცვით მინდა. ეგა. სად მოდის? აი ცოტა. აუ, სკოზნიაკში. კარგად დაკეტო მოიცა. მოიცა. მიდის დაბუნიკება. მანქანა თუ დაიწვა, იცოდეთ მისი ბრალია. ნიკოლაუს, შენ რა 4 შირო დავწრისუნი ყო ეს უნდა თუ. გარდამავალია, ეს არის დორნიკები. თუ დორნიკები. წინა იმის გათხოვა რა იქ. ხო, მე ამ შეიძლება გამეინთება და. არა, გამოვაძროთ ხა, არა ინთება. ოკეი. ამორ წებს მაცლის. აი, ბოდიში.
არ უნდა თქვა მე რე. ბიჭო, აბა, აი ხა შენ აქ რისთვის ყო შემძვალი შენია. Всё. Ай, მოიცა თინგა თოლში გამარჯო. არა, ხელი იყო. ხელი ხო, კი. ხელი იყო და 15-ად დათვალა. ეს კაი. ესე იგი ვიპოვეთ Dimming-ის ლაითი, ეგრეთ წოდებული სინათლე, მწვანე კაბელიაო ნიკოლაუს ეძახის და ჩვენია ეს ფარაფლ იასამნის ფერი თუ რა არის. რაც ეგეთი ფერი ლურჯია. ლურჯი, უნდა მივაბათ ჩვენ მწვანე კაბელს, რომ ამის განათება გქონდეს. ეხა ეს ესე იგი დავასრულეთ მუშაობა და ესეთი გამოვიდა. ეხა ჩაგირთავთ. აი, ასე ანათებს. რაც საკმაოდ კარგი ნათება, ანუ ძველი მანქანიდან ვიცოდი როგორი ნათება იყო და ეგეთივე მინდოდა. აი, დასრულებული, როგორც იქნა მორჩით. ანთე. აჰა, წირახტე ვანათებს ამას. აი, ეს შეიქნება კაი ძალა. ესეც ესე დასრულდა. სასწაული რა თუ გინდა გინახია? შუქი ანთე და აქაც მაქვს, იქაც მაქვს. ეგ იყო რა მოკლა დევანდელი ვიდეო. ეგ არისო. დღევანდელი სერია პრადოს მომზადების დასრულდა. გამოიწერეთ არხი, დაგვიკომენტარეთ, დაგვილაიქეთ და კაროჩი რაღაც ქენდა. კაი. ეკავ. ავედით. რა? მორჩით. მეგობრებო, პრადოს მომზადების მესამე ნაწილი სულაც იყო, ამით ეს ვიდეო სრულდება. ძირითადი რაღაცები განახეთ და მე ვფიქრობ, რომ მეოთხე სერიაში პრინციპში მოურჩებით მთლიანად პრადოს გაკეთებას, იმიტომ რომ ბევრი აღარაფერი აღარ დარჩა მანქანას გასაკეთებელი და უკვე იქ შევაჯამებთ ყველაფერს თუ რა გაკეთდა ამ მანქანაზე. დაახლოებითი ბიუჯეტი რა დაჯდა ამ ყველაფრის გაკეთება და მოდიფიცირება, რომ თქვენც შემდეგში თუ დააპირებთ ვინმე რომ მსგავსი მოდიფიცირება გაუკეთოთ მანქანას, იცოდეთ დაახლოებით რა ბიუჯეტზეა საუბარი და რა თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. მადლობა ყველა ყურებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და აქვე გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რომ შევძლოთ საინტერესო კონტენტის შემოთავაზება თქვენთვის. გაბადროებით.